ძალიან ბევრი გიდი წუხდა, მოითხოვდნენ მთავრობასთან შეხვედრას, რომ აი ნელა მოდიან ეს უცხოელები დატარებენ ჩვენს მაგივრად და რუსულენოვან სეგმენტს ეხებოდა განსაკუთრებით და რაღაცა შეფერხება რო კონდეთ მათ ასე ერთ არ ეშობდნენ ასე ვთქვათ. და პირველ რიგში მოთხოვეთ რომ აი ქართული რომ უნდა იცოდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ესეთი მოთხოვნა არის, რომ აუცილებლად გიდი პირველ რიგში გარდა იმისა, რომ საბუთი აქვს, რომ აქ უფლება ჩაატაროს, ენას უნდა ფლობდეს იმ ქვეყნის რაღაც დონეზე მაინც. როდესაც ეს მაგალითებიც წარმოადგინეთ ტურიზმის დეპარტამენტს, ნუ იქ ესე შეგვატყობინეს, რომ ჯერჯერობით ასე ვთქვათ, ქვეყანა არ არის იმ დონეზე, რომ მოსთხოვოს უცხოელ გიდს, რომ ენა იცოდეს. ანუ ამას სჭირდება განვითარება და ეტაპობრივად ყველაფერს ერთად ვერ ვუთხოვთ. რა მაგალითებია მაგალითად რა სხვა ქვეყნის გამოცდილება რომელიც შეიძლება რომ ჩვენ მოვიწონოთ და გადმოვიტანოთ და რაღაც ახალი ველოსიპედი არ გამოვიკონოთ რა მაგალითები შეგიძლიათ რომ მოიყვანოთ მაგალითად ძალიან ბევრი გიდს მოყავს მაგალითი სხვათა შორის ჩვენი გიდები ვინც ატარებენ ტაოკლარჯეთში და კაპადოკიაში ხო ტურებს ან ქართველი გიდები ქართველებისთვის აქედან რომ მიყავთ თურქეთში ხო ესე გაუცილებლად უნდა კონდეს საბუთი რომ აქ უფლება რომ ჩაატაროს თურქეთში ტური და თუ თქვათ ის აი საბუთი არ აქვს, მაშინ უნდა ყავდეს თურქი გამყოლი. რომელიც იტყვის რომ კი ნამდვილად ეს გინდის ანდოა, სწორი ინფორმაციას აძლევს, იმიტომ რომ საკმაოდ ну, რაღაც სპეციალური განყოფილება არის ალბათ პოლიციის, რომელიც აკონტროლებს ამას ბევრ ტურისტულ ადგილას თურქეთში.